ამ სოციალურ ქსელებზე მინდა გესაუბროთ ერთი სიტყვა. ჯორი დღის წინ ჩავთე სოციალურ ქსელებზე და მინდოდა ახალი ამბავი გამეგოდა. გავიგე რაღაც აი დიდად აღელვებული წამყვანის ხმა რომ მოსკოვის ცენტრში მოხდა რაღაც უზარმაზარი დიდი ტრაგედია და რუსეთის პრეზიდენტიო ავარიაშიო და ეხლა უახლოეს კლინიკაშია გადაყვანილი და საინტერესოა მაშინ მდგომარეობა როგორ არის და მის საფრთხე ხარ ემუქრება და ეს ყალიო მედიცო სორგარეთის სადაზერო სამსახურებთან და სხვა ასეთი. ეხლა საქმე იმაშია რომ ბევრს გული არ გაუსკდებოდა თქვათ ამ ძიმე ამბის გაგების შემთხვევაში, მაგრამ თქვათ ეს რომ მოხდარიყო სტალინის სიცოცხლეში და გამოეცხადებიათ რომ სტალინი სხვათ ტერაქტი მოუწყეს და საავადმყოფოში გადაყვანდა რაღაცები უამრავი ადამიანს ალბათ ინფარქტი მოუვიდო და რაღაცები როგორ დაკრძალვის დროს მოხდა 1500 კაცი დაიღუპა 5 მარტს წლეტვაში ზოგი მატარებლიდან ვერ ჩამოვიდა ზოგი წითელ მოედანზე ვერ მოვიდა იქამდე სადაც დასვენებული იყო სვეტებიან დარბაზამდე და აი ამ მობედურებაში და ნუ კარგი ასეთი ამბავი არ ხდება მაგრამ რაღაცა ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ რაღაც პოსტსა იბლოკება ესა და რაღა ამ ტიპის ცნობებზე არ იბლოკება ეს სოციალური ქსელები არ ვიცი და მე ფიქრობ რომ ეს შემთხვევით ხასაერად ადამიანებს აჩვევენ ამ ტრაგედიის მოსმენას თუ თავრობა ხვალ კონტროლებს თუ ჩემს თქვა დედის გინებას აკონტროლებს სოციალურ ქსელებში ვიღაცა ამ მსოფლიო მნიშვნელობის სისრულეს რატო არ აკონტროლებს თქვა ვიღაცა ვინც ჩემს პოსტებს აკონტროლებს ის არ ეხება იმას რომ ეს გააკონტროლოს თუ რაშია საქმე მე ვერ გამიგია ამას წინათ ერთი რუსი ისტორიკოსი გამოვიდა და ჯერო ასე არ დატირებული ადამიანი არც ქვეყნის მეთაური არც საზოგადო მოღვაწე ან ვინმე როგორც სტალინი დაიტირა მთელმა მსოფლიომ და ეს ალბათ როგორ შეიძლება რომ ვინმეს კარნახით ყოფილიყო ეს იყო თქვათ უცხოეთიდანაც ესე იგი იქ ხო ჩვენი იდეოლოგია არ მუშაობდა მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანამ გაიზიარა ეს დედამიწის წუხარება და მე მახსოვს 82 წელს ბრეჟნევის გარდაცვალება და ყველგან ესე იგი ჩატარდა მაშინ რაიონებში თუ ქალაქებში სამგლოვიარო სხდომები სადაც ხალხს აუწყეთ რომ ესე იგი გადაიცვალა ქვეყნის მეთაური ბრეჟნევი ერთ-ერთ შეკრებაზე მეც მომიწე გამოსვლა სადაც ესწრებოდა რაიკომის მდივანი ხო და გამოვედი და თქვი რომ გადაიცვალა ეს და დამსახურებული კაცი და 19 წელიწადი უძღვებოდა ამხედა უზარმაზარ სახელმწიფოს და არც თუ ისე ბოროტი ადამიანი იყო ესა და ძალიან ჰუმანური კაცი იყო და მოგვიჩე ხა დადებითი ისა მაგრამ ისე ადამიანურად თქვი ყველაფერი ხა და რა დავამთავრე გამოსვლა
მე დამიზახა რაიკომის დივერმა და მეცხრა რომ ცოტა კაცო ესო შუკურით რატომ არა თქვიო და ცოტა ეს ნარევი სიტყვებით და როცა არ გეტირება კაცო მაშინ როგორ უნდა იტირო კაცო და როცა გეტირებოდა და ეტირებოდა ხალხს მაშინ დაიტირა კიდევაც და შესაბამისი პატივიც მიაგო მიცვალებულს ასე რომ მე ძალიან სურვილი ვიქნებოდი რომ ცოტა კონტროლი გაეწიოს რა ვიღაცის გამო ხანდახან კი წინს რომ არ აქცევენ ყურადღებას იმ უწმაწურ გამოთქმებს რომელიც ხშირად ისმის ამ სოციალურ ქსელებში და მით უმეტეს ძალიან აი უხეში მოსასმენია ქალებისადმი ეს უწმაწური სიტყვების თქმა პირდაპირ ქალი შემაძულა რა ამ ზოგიერთმა ქალბატონის თავზე ხელაღებულმა მე რო ვიგინები კაცო ეს ჩვენ ასე მოდივართ ქართველი კაცი მე მამა ჩემისაგანაც გამიგია გინება და ბაბუა ჩემისგანაც გამიგია და ჩემი სამეგობროდან და ჩემი უფროსი მეგობრებისგან და შევეჩვიე მაგრამ დედა ჩემს რო შეეგინებია ეს მე არ მახსოვს და ბებია ჩემს თუ რაღაცა წევლის რაღაცები და მე თვითონ ეხვეწებოდა ღმერთო არ გამიგონო და აბა რატო ამბობ მაშინ თუ არ უნდა გაიგონოს და სხვა შორის არ შეიძლება ქალბატონებო რა ძალიან ხო და ამაში მაინც გვაკაცეთ ჩვენ რომ თუ შესაძლებელია ჩვენ შევიგინებით და თქვენ შეინარჩუნეთ დედობა თქვენ შეინარჩუნეთ თქვენი სისპეტაკე თქვენი ქართული ხასიათი თქვენი დემოსილება შექსპირი ამბობს რომ ქალწულმა ქალმა მარტო მთვარეს რომ გადუშალოს თავის გულმკერდი უბიწვევას მითაც შემღალავს მთვარეს გულმკერდს კი არ უშვეთ და რა ვიცი კაცო უკანა საჩვენებთ ხალხს იმისათვის რომ აი რა კარგი დონდულები გაქვთ და რაღაცა ხო და ვითომ ამ LGBT-ს პროპაგანდას გძალავთ კანონი მივიღეთ რაღაცები ხო და მაშინ თუ რაღაცაში ჩუმად მიმდინარეობდა და ეხლა გამოდის ეს ვიღაცა კაცო და რა სახის ორგია გინდა რომ ტელეეკრანზე არ დაინახოს კაცმა ამაზე მეტი ახლა რა პროპაგანდა უნდა იყოს ამაზე მეტი რაც ახლა მიმდინარეობს ამ სოციალურ ქსელებში ამას რატო არ აკენტროლებს კაც შენი დედავატირე თუ დასაბლოკია ეს არ არის დასაბლოკი კაცო რომ ორალური სექსი რომ მიდის კაც და ბავშვები და ოჯახი რომ უყურებს ამას ერთად რა მე არ მინდა ახლა არ მინდა სხვა მტკინეულ საკითხებზე ვილაპარაკო მაგრამ აი ეს გულზე ხდება რა ეს მე ხანში შესული კაცი ვარ და რაღაცაირად ტრადიციებიდან გადახვევა მე არ მიმაჩნია რომ კაცი რომ გაბრძდება და გამოხატავს რაღაც აზრებას კაცი ეს რომ იყოს მაგათად ტრადიციებიდან გადახვევა და რაღაცა უბედურება ეს ჩვეულებრივად რაღაცა გზნობების გამოხატვის არასრულყოფილი ფორმა არის მაგრამ საზოგადოება მაინც ზოგიერთ წარმომადგენლები მაინც არ მიშორებთ ამ ცუდ ზნეს და ეს არ არის კარგი მაგრამ ნელ-ნელა დაეწყობა მაგრამ ნელ-ნელა კი არ ქრება ესა ნელ-ნელა ემატება კაცო მაშინ ერთი ორი კაცი ვიგინებოდით ამ ეკრანზე და ალბათ ჩვენი ბრალიც არის რომ ეხლა ქვეყანა კაცო აი სიტყვას არ იტყვის ისე ვინმე რომ ზედ ასე დედის გინება და ქვეყნის ტალახი არ ესროლოს ადამიანს არ შეიძლება ასე მეგობრებო არ შეიძლება მე დამიჯერეთ ამ არხის კაცს რომ ეს არავითარ ავტორიტეტს არ გუმატებს არც ჩვენ კაცებს და მით უმეტეს ქალებო აი ნუ გაიხდით სამასხარადოდ და აი ისე ნუ გაიხდით საქმეს რომ ოჯახში არ შეგიშვათ ოჯახის პატრონმა რა ბოდიშუხტი რა
მაგრამ ჩემგან შეიძლება რომ მიიღოთ ეს როგორც ბაბუასტოლი კაცი და უფროსი კაცი და რაღაცები და ცოტა უფრო წესერად მოიქცეთ ამ სოციალურ ქსელებს რომ არ იყოს ეს დამზაფრავი ცნობები არ იყოს ეს უშველი და სიტყვები და მით უმეტეს ქალბატონებიდან და ამ ლამაზი არსებებიდან რომლიდანაც ვარდის და ძვირფასის უნამოს სურნელება უნდა ამოდიოდეს და გაფრქვევდეს და არა როგორი გინებიან კადმეთ და მე რო გინებას დაუწუნებ კაცსა და შენიშვნას მივცემ აბა ის როგორ უნდა იყოს ახლა რა ბოდიშოხი რა მაგრამ არ შემეძლო რომ ამაზე სიტყვა არ მეთქვა იმიტომ რომ აი აქაც ახლა აი ისე თემები გავიკეთე ჩავედი ბონჯომის ცენტრში რაღაც და გოგო ბიჭი მოდიოდა ის შეილანწყებოდნენ გელაპარაკები ვითომ სასიყვარულო იმას სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს არ ვარ არა არ ვარ ნამდვილად არ ვარ ბოდიშოხი ძალიან